მოდით ერთად გავხსნათ ჩემი 5 ევროიანი პარფიუმი, რომელიც გუშინ DM-ში შევიძინე. გაზაფხულის კოლექცია ქონდათ გადმოლაგებული და გახსნილი ტესტერი იდო პირდაპირ შესასვლელში, რა თქმა უნდა, რომ ყურადღება მიიქციოთ და შესვლისას მივიბკურე გასატესტად და ვიბოდიალე რაღაცები. რეალურად არაფერი მჭირდებოდა, მაგრამ ხო იცით რომ შედიხართ ხოლმე ეგეთ ადგილებში, რომ მე აღმოაჩენ თურმე რაღაცა გჭირდება, რაც რეალურად არ გჭირდება. მოკლედ, მაგ ისტორიის შემდეგ სალაროსთან ვიდექი უკვე, რომ კიდევ ერთხელ მომხვდა ცხვირში პარფიუმის სურნელი, მეთქი აუ, როგორი სასიამოვნო სუნია, მიუბრუნდი და წამოვიღე. ეს არის Essential Garden, Cherry Blossom, ანუ ალუბლების ყვავილები, რაც ჩვენთან ბონში ახლა განსაკუთრებულად აქტუალური თემაა. 30 მილiliტრიანი შეფუთვა შევიძინე. ინტერნეტშიც ვიპოვე ახლა ნოტები და მივხვდი რატომ მომეწონა ასე ძალიან. ბევრჯერ მithქვავს, რომ მანდარინი და მსხალი. გახსნაში ეს ორი არომატი. ყოველთვის არიან ნოტები, რომლებიც მაშინვე იქცევენ ჩემს ყურადღებას და ამ სუნამოსაც საყვარელი ბოთლია შეხედეთ. ამ სუნამოსაც გახსნაში აქვს მანდარინი, მსხალი და ზღვის წყლის არომატი, ჟასმინი, ვარდი, ფორთოხლის ყვავილები, ქარვა, ვანილა და სანდალის ხე. ნახეთ რა სასიამოვნოდ გადმოდის. ძალიან სასიამოვნო არომატია. დარწმუნებული ვარ 5 ევროიანი პარფიუმისთვის განსაკუთრებული სილიაჟი არ ექნება და დილიდან საღამომდე არ გამყვება, მაგრამ კარგით რა. ძალიან საყვარელი და ელეგანტური შეფუთვა აქვს. ეხლა ვნახე ინტერნეტში, რომ ოლიმპიასთან ადარებენ, რაბანეს ოლიმპიასთან, რომელიც მაქვს და ეს უფრო ტკბილია, როგორც ვიცი, მსხალი არ არის. აქ მსხალი არ არის, აქ მანდარინი არის მხოლოდ. ქარვა აქაც გვაქვს, ჟასმინი, მარილოვანი, ვანილა, ანუ აქ ვანილა და ზღვის მარილის ნოტა ცალ-ცალკე გვაქვს. ეს უფრო მეტად არის გაზაფხული, ეს უფრო მეტად არის ყვავილები. აქ ნაკლებად სიტკბო გვაქვს. ეს უფრო signature sense, რასაც ეძახიან, ანუ აი ყოველდღიურად სეზონის გარეშე რომ გამოიყენებ, უფრო ისეთი არომატია, მაინდა-მაინც გაზაფხულის სუნამო არ არის. შემიძლია წარმოვიდგინოთ დაახლოებით რატომ მიამსგავსეს ერთმანეთს, თუმცა ეს უფრო ცოცხალი, უფრო ყვავილოვანი, უფრო გაზაფხულის არომატია 100%. მივიბკურებ აუცილებლად შემდეგ დღეებში და კომენტარებში გეტყვით დაახლოებით რამდენი საათით დარჩება.